გავხსენით ორი პატარა მაღაზია, ვიქირავეთ ფართი, ძალიან გვერდში დაგვიდგნენ სხვათა შორის ადრიბუსტრიციო კომპანიებიც საქონლის მიღების მხრივ. გავხსენით ორი მაღაზია და მესამე მაღაზიაც ხსნიდით და შემოგვითვალეს ესეთი მესიჯი, რომ ესენი თურმე ისევ ფეხზე დგებიან. ამ ყველაფრის მერე რამოდენიმე დღეში ჩემ მეუღლეს კახა გურგენიძეს, რომელიც თავის ოფისში იჯდა თავის ოთახში, შედის პოლიცია და მაგიდაზე ნარკოტიკის დადების შემდეგ ეუბნება, რომ ამ ნარკოტიკის გამო იჭერენ ჩემ მეუღლეს. მე ვარ მეხუთე შვილზე 4 თვის ორსული, მიბარებენ პოლიციაში საბურთალოზე, წინ მიზის პოლიციის ერთი თანამშრომელი, გვერდით მეორე თანამშრომელი, უკან ზის ადვოკატი და მეუბნებიან, რომ რა ქონება დაგრჩათ, რამდენი შეგიძლიათ, რომ თანხა მოიტანოთ. ჩემი პასუხი არის, რომ აღარ გვაქვს ჩვენ ქონება, გვაქვს სახლი, რომელიც ისიც მევახშეებთან არის ჩადებული, არანაირი საშუალება არ გვაქვს, არანაირი ქონება არ გვაქვს. და ჩემ მეუღლე მანამდე ადვოკატს უთხრა, რომ მაკოს რო დაიბარებენ, იცოდეს, რომ მე ვიჩდები, მოვიხდი სასჯელს და არაბნაირად არავითარ შემთხვევაში არ გაყიდოს საცხოვრებელი სახლი. და მეც მისგანაც ეს დავალება მიღებული მქონდა და რომც გამეყიდა მეხუთე შვილს ველოდებოდი, უბრალოდ ვერც ფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი საცხოვრებლად. და ხდება ესეთი ფაქტი, ეს წინ ვის ოთახშიდაც ვიჯექი, აღებს უჯრას და მიდებს წინ ჩემი შვილების ტყუპების გიორგი და ზუკა გურგენიძეების ფოტოებს, რომლებიც იყვნენ მაშინ 19 წლის და მეუბნებიან, რომ აი ეს გიორგი და ზუკა გურგენიძეები ხომ თქვენი შვილები არიან. იქ სიმართლე გითხრათ, გავფუჭდი აბსოლუტურად. გამოვედი მდგომარეობიდან და პირველი სიტყვა რაც იყო, უთხარი, რომ ყველაფერს გავყიდი, რაც გამაჩნია.